Linia mesmis asfamali ismerga MTS. Da hiç şovda ყველაფერი. Აბერაბაგა შევადაზე, გამარჯობა. შეთბილის წყალი გაქო. შეთბილის წყალი გავათბობ რა თბილის წყალი მეთქრა. არა ისე რა წყალი გაქო რომ დაიბანოს კაცმა რაღაცა ანჯერა წესი მოიწესი გოსტავი. ხო. ნახარა მაგრამ გავაკეთებთ რა თუ საჭიროა. მე მეგონა ამბა თვითონ მოდის ასტუმარი მოყავს მოსკოვიდან რაღაცა და ამედა. ყველაფერს გავაკეთე. ეცადე რომ გავაკეთო. ხო მომზადებით მეთქი თქვა და შენ გავაკეთე და მე ვერ ნახოთ. გავიხედე საიდან ქონდათ ასეთი უშუალო ურთიერთობა შეღანაძესთან? შუალოდაც ყველასთან ასეთი ურთიერთობა ჰქონდა, ვინც თავის საქმეს აკეთებდა და ვინც შეჩეული არ იყო, რომ ქურდი იყო და ყაჩაღი იყო და ბანდიტი იყო და ყველასთან ასეთი ურთიერთობა ჰქონდა. შენთან რა ურთიერთობა ჰქონდა? სულში იზვენდა ზოგიერთ თანამშრომელს, იმიტომ რომ იცოდა რომ პატიოსანი იყო. გაგზავნით ის ისტორია. ხო და გავიხედე 3 დღის მერე და მოვიდა 4 კაცი. ვინც არის წინ მოუძღვის შადური ვარლამ. რა ხდება ეს? მოვიდე. ვინ იყო ვარლამ შადური? ვინ იყო ვარლამ შადური? ვარლამ შადური იყო მინისტრის პირველი მოადგილე ემვედესი. მოყვებიან კიდევ და შუაში არ გამოჩნდა ეს შენ გამსახურდია. ეს რომელი წელია დაახლოებით? ან რა პერიოდი? 78. 78 წელია რა. 18. ხო და შემოვიდა დავჯექით ახლა ისე რომ მოდიოდა ვიცოდე, ვიღაცა რომ მოდიოდა ვიცოდე რამე და მაინც ყოველ შემთხვევაში მოზადებული ვიყავი და ამეთ პური რაღაცები გადაგედა. გავიხედე კიდე მოვიდა 4 კაცი. არც ერთ არ ვიცნო. აღმოჩნდა დაღესტნის კგბ-ს ხალხი. მან თუ სწორად მივხვდი, შევარდნაძე ემვედეს უფროსის მოადგილე და დაღესტნის კგბ-ს ხალხი ერთად მოვიდნენ? შევარდნაძე არა კაცო, შევარდნაძე. შენ ხო? შადური მოვიდა და 4 კაცი მოვიდა და მათ შორის ერთ-ერთი იყო ისა ზედ გამსახურდია. და მოვიდა 4 კაცი კიდე. შედგა აქტი, რომ საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოები გადასცემენ დისიდენტს ზედ გამსახურდიას დაღესტანს. დაღესტნის იმას. ხო და ამას როგორ დამსწრე მოვაწერე ხელი მეც რა. ამ ოქმის შედგენა. ეს რას ნიშნავდა? იმათ უნდა გაეწიათ მეთვალყურეობა ახლა საქართველოს ზიადისთვის. თვითონ ზიადის დამოკიდებულება რა იყო? აი თვითონ რო წარმოვადგენოთ აი ამ სიტუაციაში ადმოხვედი ადამიანი, რომელიც მოდის რომ დაღესტნის მფლობელობაში გადავიდეს. ზიადს ვინ ეკითხება ახლა ვის პატიმარია ამ დროს ასე. პატიმარია კაცო და შეიძლება პატიმარს ისე ექცეოდნენ თუ როგორც თანასწორს. თანასწორს არა, მაგრამ როგორც პატიმარს არ ექცეოდნენ ისე რა. მაგრამ როგორც თანასწორს არ ექცეოდნენ ისე. აი რომ მოვიდა სიტყვაზე სუფრაზე იჯდა თქვენთან ერთად თუ არა, გიყვებით ახლა და ნუ გადასცეს ეს ყველაფერი და ვისაუბრეს ყველაფერი იგედა ამ ვარლამ მითხრა მიხედეო ხო იცი კი მეთქი რაზე ლაპარაკი კაცო ზიადს ხო ის ყველაფერს იგებდა რასაც გავაკეთებდი ისეც რომელიც სახიფათო იყო ან ჩემთვის ან ქვეყნისთვის ან ერთ საათში შევადაზე მიცოდა და მიდეკავდა ტელეფონი რომ წავიდნენ ესენი დაერეგა ტელეფონი ავიღე შევადა ციცვა ელაპარაკო ისა შენ ხო იცი ვინც არის ზიადია
მაგრამ იცოდე თმა რო ჩამოვიდეს, ჩამოვარდესო თავიდან. იცოდე აგაპატიებოდა. ყველაფერს გაპატიება, მაგას არ გაპატიება. უნდა მიხედო რა, დაწყებული საჭმლიდან, დამთავრებული დაძინებამდე და მის უშუალოდ შეხა კაცხვა გამოყოფდი და უნდა იყო მაგის პატრონი. მომეც იმის პირობა რომ შეიძლება მაგის პატრონი. გიგასო ვიქნები რაზეა პარაკებით თქოს. და იყავით? კონსტანტინოსო და ვიყავი ნამდვილად რა. რაში გამოიხატებოდა პატრონობა ამ შემთხვევაში? დავაჯერდი ჩემახანაში. სამთავრობო მანქანა მყავდა, მთავრობის ნომრები, ანტენიანი, ტელეფონიანი მანქანა. წავიყვანდი ყიზლარში, ქალაქში, ამოვიყვანდი ყაზბეგში, მე ჩამოყავდა თბილისში მარტო. ხო, წავიყვანდი მინიმოდში, სადაც მივდიოდი, ახლა მოისურვებდა თუ სურვილი ექნებოდა, სულ მანქანა. ანუ ასე იღნებდით, ესე გამოდის. ვასეირნებდი და ვაჭვევდი და ვასვევდი და ისა ექიმი დაუნიშნე რომ ისე საჭმელს არ ვაჭვევდი თუ ექიმს არ გაესინჯა. ხო და ჩემზე უფრო კარგი ლოგიში იწვა და ჩემზე უფრო კარგს ჭამდა და სვამდა და თანამდებობაზე დავნიშნე იქა ბიბლიოთეკის დირექტორად ფულს ვაძლევდი და რა ვიცი. თქვენ იყავით მაშინ ამის ხელმძღვანელი იყავით? სულ. რა ერქვა ამ დაწესებული? გაერთიანების თავმჯდომარე ვიყავი რა. ყიზლარის სამთის საზღვარების გაერთიანების თავმჯდომარე. ხო და რაც სამინისტროები იყო რესპუბლიკაში, ყველა სამმართველო მქონდა იქ. დაგიფასად ზვიადიმ ასეთი პატივისცემა? კი. ნამდვილად დავიფასა. მე ზვიადისთან არავითარი სარქოლია რა, პრობლემა რომ რაღაც ახლა მეუბნებოდა რომ შენ გაგასამართლებენ დრომოვო, როდესაც როდესაც საქართველოს ჭირდება, მაშინ ეშმაკების გაქვს თავი მიბრუნებულიო, გაიგე და იმას შევარდნაძე სხვა გულისხმობდა. სტალინი არა გასწავლე, სტალინი ეზიზღებოდა, მოკლედ